მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, YouTube-ელებო, კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად სასიამოვნოა თქვენი შემობრძანება ჩემს არხზე. ეს არის ტარო სალიელი და მადლობა თქვენ ყურებისთვის, მადლობა თქვენ ლაიქებისთვის, მადლობა თქვენ კომენტარებისთვის, რომელსაც მიგზავნით, მადლობა ვინც პირადში მწერთ და მიკავშირდებით ჩემს ერთგულმსმენელებს, მაყურებლებს, თქვენ ყველას მადლობა და ანუ დავიწყეთ ახლა, რუბრიკა არის ესეთი, ანუ ამოვწერე თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომელსაც მწერთ ხოლმე ხშირად, ზოგჯერ პირადშიც და აი თქვენთვის საინტერესო და ესეთ თემებზე გავშლი, რაც რა თქმა უნდა გაინტერესებთ, რაზეც მოთხოვნაა, ხო? აი ხა მაგალითად არის ესეთი კითხვა, რატომ გაქრა და რატომ არ გწერთ? ანუ ნახოთ, ხო? თუ არსებობს ესეთი სიტუაცია, ზოგადად განვიხილოთ, რატომ გაქრა, რა სიტუაცია, რატომ არ გწერთ, ანუ თუ არის ესეთი ადამიანი, ხო, რომ ხან გამოჩნდება, ხან გაქრება. ორი ვარიანტია. თქვენ უნდა აირჩიოთ პირველი, მეორე, ან და უყუროთ ორივეს. დავიწყებ ტლის ბორბალი, ასე ქვია. და ვნახოთ, რატომ გაქრა ეს ადამიანი და რატომ არ გწერთ. ჯერ ვნახოთ, ვინ არის, რა ადამიანია, ვინც ახლა შემოხვედით და უყურებთ ამ ვიდეოს და ხართ ჩემი მსმენელები, მაყურებლები, ვითხოვოთ, აბა გვაჩვენონ ადამიანი, არქეტიპი, ასე ვთქვათ, მისი ვერ აგვიღწერს კარტი და ვერ გვეტყვის ქერა, შავგვემანია, მწვანე თვალება თუ შავ თვალება, ამას ვერ გვეტყვის, ხო? ანუ ბუნებას გვეტყვის, ხასიათს გვეტყვის, მისას ენერგიებს გვეტყვის, აბა. ვინაა ეს ადამიანი? თქვენც იფიქრეთ, ხო, რომ მოვიდეს აქ. დაიჭიროს სამყარო, ტალღა, ენერგოსაინფორმაციოსი. ეს ადამიანი ამოდის ახლა პარტნიორთან, ან ოჯახთან, რომელიც მოშორებით დგას, ან შორს დგას, ან თქვენ ხართ შორს მისგან. შეიძლება ეს იყოს მანძილი, შეიძლება ეს იყოს სხვა ქალაქი, შეიძლება უბრალოდ დაშორებულები, ხო? და ძალიან დადარდიანებული, ძალიან დანაღვლიანებული, აი ფაქტიურად სევდა აქ. გულში აქ სევდა, მაგრამ დგას ოჯახთან. კარგით, რაღაცა საქმეს ეხება ეს სიტუაცია, ანუ მანძილის, ასე ვთქვათ, ხო, მის. ნახოთ ახლა თქვენთან მიმართებაში რას გრძნობს ეს ადამიანი და რას ფიქრობს. ვინც ახლა უყურებს, რაღაცა ჩქარობს ამ ვიდეოს და შემოხვედით ჩემს ვიდეო ლაივ გაშლაზე, ვიდეო კონსულტაციაზე, ვნახოთ რას ფიქრობს და რას გრძნობს თქვენს მიმართ ეს ადამიანი. ძალიან დათრგუნულია. ეხლა მე ვსაუბრობ დღევანდელ, ანუ აწმყო დროის ვითარებას, აღვწერ მისას, ხო? გამოცლილი ენერგია, ბევრი რამე აქ მის თავზე აღებული, ეს ეხება საქმეს, სიტუაციას, მოცემულობას, რაშიც არის. დაანგრეული შეიძლება ითქვას და წაგებული, აი ბრძოლის ველიდან მოდის წაგებული, ან თქვენთან არის წაგებული, ან ვერ შეძლო ის, რასაც აპირებდა და არის ძალიან ქაოსურ, აი მდგომარეობაში, ანუ მისი გონება, ნახეთ, ეიფორია, რას ნიშნავს, როცა ადამიანს უნდა რომ გაეთიშოს რეალურ ცხოვრებას, დაივიწყოს ეს პრობლემები და გადადის, ანუ ეიფორიულ, ასე ვთქვათ, თვითონ იქმნის
რომ ეიფორია შემოვიდეს მის ცხოვრებაში. ეს არის ან ალკოჰოლი, ან რაღაც სხვადასხვა საშუალებები. ყოველ შემთხვევაში ხა პირდაპირ ამაშვება მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ არის არჩევანის წინაშე და თვითონ სავალალო მდგომარეობაში იმ ხრივ, რომ ანუ თქვენთან მიმართებაში დაუსვი ხო კითხვა წაგებულია. მაშინ ვნახოთ, აბა რატომ გაქრა ეს ადამიანი? რაღაცა ეხა გვითხრა ხო უკვე სიტუაცია გადმოგვეცა მისი ზოგადი, მაგრამ მაინც მიზეზი რა არის? რატომ გაქრა და რატომ არ გწერთ ან არ გეკონტაქტებათ? აი ესეთი მომენტია. აი რატომ გაქრა? რატომ არ გწერთ, რატომ არ გეკონტაქტებათ? რაშია საქმე? პირველ რიგში ამოდის გადაფასების კარტი. ანუ თვითონ მერყეობს ეს ადამიანი, არ იცის ზუსტად, ანუ რატომ აღარ გწერთ, ნახეთ, სამართლიანად უნდა რომ მოგექცეთ და ბევრ რამეს ვერ გეუბნებათ. გრძნობა აქვს, მაგრამ პასიური ჯდომარე მდგომარეობაშია და ჭიქით ხელში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება არც არის ფხიზელი. ანუ ხშირ მომენტში ხომ ნახეთ ეიფორიის კარტი, ანუ შეიძლება სვავს. რა ვიცი, მოკლედ, მაინც აბა რა არის მიზეზი, რატო არ გამოდის კონტაქტზე? აჰა, ეხლა უკვე გასაგებია. მიზეზი არის ის, რომ რაღაც საქმე, რასაც იყო, ასე ვთქვათ, მოჭიდებული, ბიზნესი, ფული, ფინანსური მდგომარეობა არ გამოუვიდა, პარტნიორთან ურთიერთობა არ გამოუვიდა, არის გაჩერებული, სევდიანი და ანუ გულგაცრუებული. თავის საქმესთან დაკავშირებით მამაკაცს ეხება ეს ამ შემთხვევაში, არ ვიცი პარტნიორი, არ ვიცი ვინ არის და ამის გამო არ არის იმ, ასე ვთქვათ, ხასიათზე, რომ ეხლა თქვენ ან მოგწეროთ, ან კონტაქტზე გამოვიდეს, სტაბილური სიტუაცია აქ დარღვეული, აქ ბევრი ვალები, გადასახდელები, ელოდება, მაგრამ ცოტას ღებულობს, ოჯახს უგზავნის და აი გარიყულია, განდეგილივით მარტოა აი ამ სიტუაციამ, ფინანსურმა აი ესეთმა სიტუაციამ ჩააგდო ესეთ მდგომარეობაში, ანუ ცოტა ხანი მოწყდა სოციუმს და აი უნდა თავისთვის რო იყოს რა. აი ეგ არის მიზეზი. მოკლედ გავარკვიეთ პირველი პოზიციის ვინ ჩაიფიქრა ასე თუ ისე სიტუაცია, თუ რეზონირდა მომწერეთ, გამიხარდება და გადავედით მეორე პოზიციაზე. ესეც მეორე პოზიცია და ვნახოთ, აბა ვინც მეორე პოზიცია ჩაიფიქრა, ვინ არის ეს ადამიანი, ჯერ მაჩვენეთ. ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს, შემოსულია, ხართ ჩემი ერთგული, ან ისე უბრალოდ შემოხვედით და ახალი ადამიანი ხართ, ხო? კეთილი იყოს თქვენ შემობრძანება. ვინ არის ეს ადამიანი? უი, მეორე კარტი თვითონ ამოვარდა. ეს ადამიანი პირველისგან განსხვავებით უფრო სტაბილურად დგას, მხედარი, ანუ ეს ადამიანი არის წარსულიდან, წარსული სიყვარულიდან, წარსული ცხოვრებიდან წამოსული გრძნობებით, დღემდე რო აქვს გრძნობები და ანუ ეძებს თქვენთან კონტაქტს და სულ უნდა რომ გამოვიდეს კონტაქტზე. ანუ აქ მაჩვენებენ, რომ შეიძლება ეხლა გააქვთ ამ წუთას კონტაქტი, ხო? ან და გამოვა. ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ წარსულიდან მოდის და გრძნობით არის. ნუ, რახან ესეთი კითხვა იყო, რატომ გაქრა და რატომ არ გწერთ, მაინც დაუსვათ, აი პერიოდულად, როცა არ გწერთ და რო ქრება, მეორე ვარიანტო, სად არის და რა მდგომარეობაშია. მაშინ ასეთი პერიფრაზირება გავაკეთოთ, ხო? პერიოდულად რომ ქრება, სად არის და რა მდგომარეობაშია ეს ადამიანი, რომ არ ჩანს ხოლმე.
პერიოდულად რო ქრება ეს ადამიანი, აქ ამოდის სულელის კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს, ნუ პირველისგან განსხვავებით, ამან იცის რაც უნდა და ამას აქ ესეთი მომენტი, რომ სიამოვნების მიღება, აქტიურდება, აქ პარტნიორული კარტი ამოდის, ეხა ძნელია პირდაპირ თქვა, ყავს თუ არა ასე ვთქვათ, პარტნიორი, მაგრამ აქ ზოგადად არის საუბარი. სასიყვარულო თავგადასავლების, ანუ შეიძლება ერთჯერადად, ხო, დროებითი, რომ აივსოს ენერგიით. შეიძლება ეს უფრო ტემპერამენტიანი ჩანს და ამას სჭირდება ეხლა დროებითი, ესეთი, ვთქვათ, თავგადასავლები რა, რო იტყვიან. მარა მაინც რახან წარსულიდან მოდის გრძნობა სხვა რამეა, ნახეთ, ვნება და ერთჯერადად მიღებული იქ რაღაცა სხეულის დამაკმაყოფილებელი რაღაც სიტუაციები სხვა არის, მარა გრძნობა სხვა რამეა, რომელიც არ ქრება და წარსულიდან მოდის ეს ადამიანი და თან გრძნობა თქვენს მიმართ აქვს და ეხა დროებით რო ქრება, მაჩვენებენ აი სადაც ქრება რა, ეხა პირდაპირ ხო არ გეტყვით. სექსუალური კავშირები აქვს ერთჯერადად, დროებითად და სიამოვნებას ღებულობს. ამით კმაყოფილდება, ივსება ენერგიით და მე ისევე ეიფორია რო გავulis, ისევე მოკლედ გამოჩნდება ხოლმე, ნუ სუფრაც ამოდის, დროსტარებაც ამოდის, ყველაფერთან ერთად და მე ისევე ჭირდებით თქვენ. ახსენდებით, ხო? გზას მაჩვენებენ. არ ვიცი ეს რასთან არის დაკავშირებული, კიდევ ერთხელ ვიძახი. შეიძლება თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს სულ აქვს კავშირი. შეიძლება ეს სულიერი კავშირია, ხო? ეხა ეს არის საჯარო გაშლა, სადაც ესე დეტალურად მე ვერ გეტყვით, ინფორმაცია მოდის დეტალურად და უკვე დაზუსტებით, როცა ვიცი ამ ადამიანის სახელი, ვიცი თქვენი სიტუაცია და თქვენი სახელი და შემდეგ უკვე ვკრიბავ, ხო, აი პაზლივით ვაწყობ, იმიტომ რომ ეს არის კიდევ ერთხელ ვიძახი, სიმბოლიკა, სამყაროს ენა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას. ვისთვის არის ეს ინფორმაცია, მე არ ვიცი, უბრალოდ მე ვსვავ კითხვებს, შესაბამისად კონკრეტიკა უნდა, ხო, ყველაფერს. და მოდის ასეთი ინფორმაცია. თუ ეს რეზონირდა და ამდაგვარი არის, მომწერეთ, იმიტომ რომ ხა ტყუილად ჰაერში ხო არ ვშლი, თქვენთვის ვხარჯავ ენერგიას, თქვენთვის გაწვდით ამ ინფორმაციას და თქვენთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლაიქი და კომენტარიც და მაინც აბა როგორ განვითარდება მეორე ვარიანტო თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა ახლო მომავალში. რას გვეტყვიან, ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს და შემოსულია და ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ძალიან კარგად აქ ამოდის სიხარულის, ბედნიერების, რაღაც სიამოვნების მიღების, სუფრა, ზეიმი, თქვენ ხართ დღესასწაული. და თქვენთან ამ ადამიანს სულ უნდა, ხო ვთქვი თავიდანვე კავშირი, თქვენ თვითონ ხართ პოზიტივი, ნახეთ, რომელიც ამ ადამიანს აძლევთ ამ პოზიტივს. ასევე მზრუნველი ადამიანი ხართ, სადაც აი ეს ადამიანი იღებს ენერგიას და აქ განვითარება ჩანს, მას უნდა სურვილი აქვს რო გქონდეს, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად განვითარდება. ნახეთ, აქ არის გრძნობაც, აქ არის რჩევაც, აქ არის დედობრივი მზრუნვაც, აქ არის სიხარული და სიამოვნების მიღება, სულელდება, არა, მაგრამ ეს ადამიანი რაღაც მომენტში ღებულობს ძალიან დიდ სიამოვნებას და თავს აძლევს უფლებას, რომ თქვენთან გქონდეს ეს კავშირი და ესეთი კონტაქტი. თუმცა აი საბოლოოდ, ხო, მე ამ წუთას არა, მაგრამ მიდის ყველაფერი უკვე სტაბილურობამდე. უნდა რომ თქვენ მისი იყოთ. მე არ ვიცი ხა ამას გეტყვით თუ არა. მაგრამ საბოლოო ჯამში აქეთ მიდის ყველაფერი. აი ასე განვითარდება ჩემო კარგებო, ვინ ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი, თუ მოგეწონათ ეს გაშლა,
და თუ თქვენთვის ეს ინფორმაცია ნამდვილად ღირებულია და ზედმიწევნით, ესე იგი, რო იტყვია რაღაცეები, ბევრი რამე დაემთხვა, დამილაიქეთ, ძალიან გამიხარდება. ეს ჩემ არხს ეხმარება. მე ამით არაფერი არ მომდის, რო იცოდეთ, უბრალოდ თქვენი ყურადღება, თქვენი ლაიქი, თქვენი კომენტარი. აბა თქვენ იცით. წარმატებები!